საღამოშვიდობისა, მე ვარ თიასი ჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს. ჯერ არაშენებული ლაზიკა საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქის აშენების იდეა ხელისუფლებამ დღეს ასე განმარტა. ხელისუფლებას მადა გაეხსნა და უკვე არსებული ქალაქების რესტავრაცია და მიღწეული წარმატება აღარ გვაკმაყოფილებს. აცხადებს შოთა მალაშია. დღეს ჩვენ მაესტროს ეთერში ვსჯელობდით, არსებობს თუ არა რაიმე სახის გეგმა ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებით. კარგი იქნება ამ თემაზე სწორედ ხელისუფლებასთან ვისაუბროთ და დღეს ხელისუფლების წარმომადგენელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება. ისევე როგორც საინტერესოა, იციან თუ არა მართლ პარტიაში ლაზიკას განაშენიანების ადგილთან დაკავშირებული ეკოლოგიური საკითხები, რასაც პირველი კომენტარები დღეს უკვე გაკეთდა. მაშასე ფეოდალური ხანის პროვინციიდან მეგაპოლისამდე რატომ ვერ ეწერება ხელისუფლების მტკიცებით ლაზიკა ქართული ოცნების სცენარში? ამას გავარკვევთ დღეს. შოთა მალაშხია და დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნებიან დღეს გადაცემაში ამ თემაზე პირისპირ. საინტერესოა ეს თემა, იმიტომ რომ ამ თემაზე მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა გაახმოვანა და გააჟღერა ეს თემა, მე როგორც აღნიშნე, გახდა საყოველთაო განსჯის და მსჯელობის საგანი. ბატონო შოთა, არსებობს გეგმა ხელისუფლების მხრიდან ამ ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით? თვითონ პრეზიდენტმა თქვა, ეს არის სამუშაო პროექტები, ცხადია გეგმა ამ ეტაპზე სრულყოფილი ვერ იქნება, იმიტომ რომ ამას სჭირდება შემდგომი დახვეწა, მეტი მოქალაქეების, მეტი კომპეტენტური პიროვნების მონაწილეობა. აქ უბრალოდ საუბარია იმ პერსპექტივაზე, რომელიც შეიძლება გქონდეს ამ კუთხეს, ამ რეგიონს და ზოგადად უნდა ითქვას, რომ ტენდენცია არა მარტო საქართველოსი, არამედ მსოფლიოსი განვითარება არის ზღვისკენ. და ახალი არ არის, რომ კლასიკური გეოპოლიტიკაც სწორედ ასე განსაზღვრავს ზღვის ზოლს, მოსახლეობის რაოდენობას და ტერიტორიის სიდიდეს. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიას. ამ თვალსაზრისით საქართველოს აქვს უნიკალური დანიშნულება, ამის გამოყენება არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს, ნაწილი ოკუპირებულია, ნაწილი პრობლემები არსებობდა და ასე შემდეგ და ეს განვითარება უნდა მოხდეს ამ განვითარების მთლიან პროგრამაში ეწერება სწორედ ის განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა გააქვს, ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი ქალაქები, რომელიც შეგვიძლია ამავე დანიშნულების მიხედვით გამოგვეყენებინა, ვინმე უბრალოდ ისინი ბოლომდე არ არის იმ დონეზე რეკონსტრუირებული და კეთილმოწყობილი, რომ რა გეგმებიც ამ შემთხვევაში ლაზიკასთან მიმართებაში დაგეგმა ხელისუფლებამ. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ, რაიმე გეგმა, ხომ არ ჯობდა რომ ჯერ გეგმა შეექმნა ხელისუფლებას და შემდეგ გვესაუბრა ამ თემაზე, იმიტომ რომ არის რიგი საკითხები, რომელზედაც უკვე არის პრეტენზიები ამ იდეასთან დაკავშირებით. მოდით მე გაგაცნობთ მაგალითად ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ეს არის ირაკლი მაჭარაშვილის კომენტარი. საქართველოს კლიმატის ცვლილებების შემსწავლელი ჯგუფი, ის წარმოადგენს ამ ჯგუფს, ჯგუფის შეტყობინებების მიხედვით ერთ-ერთი უმთავრესი ტერიტორია, რომელიც ძლიერ ზეგავლენას განიცდის კლიმატის ცვლილებებისგან და მოსალოდნელია ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის წინაპირობები უკვე ჩანს, სწორედ ანაკლიის მიდამოებია. იცით ამის შესახებ, იციან ხელისუფლებაში ბატონო შოთა? რა თქმა უნდა, ვინც მუშაობს ასეთ პროექტებზე იცის, თუმცა იგივე კავკასიონის დნობასთან დაკავშირებით, ზღვის მომატებასთან, ოზონურ შრესთან და ასე შემდეგ არ არსებობს ერთი თეორია, არსებობს უამრავი თეორიები, ჰიპოთეზები და რომელი იქნება სწორად და რა მოხდება და სამრეწველო პოტენციალი მსოფლიოსი როგორ განვითარდება და ასე შემდეგ, ეს არის ზედმეტად თეორიული მსჯელობები. ამ ეტაპზე, ამ ტერიტორიებზე არის ქალაქები, თეორიული სპეციალისტები საუბრობენ, სწორედ პირველი ნიშნები კატაკლიზმების ისინი სპეციალისტები არიან, რომელიც სხვა თეორიებს აყალიბებენ და კიდე არიან სპეციალისტები, რომლებიც საუბრობენ, რომ დაუშვათ შეიძლება პლანეტაზე ისეთი რაღაცეები რომ მოხდეს, რომ წარღვნა იყოს და შეიძლება მეტეორი დაეცეს და საუბარია ამაზე, რომ ნიშნები არის, პირველი ნიშნები არის უკვე. მე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ რამდენად სერიოზულად უთქება ამ საკითხს. გასაგებია, რომ სურვილი არის, რომ ახალი ქალაქი აშენდეს, მაგრამ რამდენად არის რეალური პირობები და შესაძლებლობა იმისი, რომ ეს აშენდეს, აღარ ვსაუბრობ ფინანსურ საკითხებზე. აი ხო, ბევრი საკითხია, ცხადია, ფინანსური საკითხებიც არის და ეს ფინანსური საკითხები არის კერძო ინვესტიციები და თუ ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის განვითარებით მოახერხა და ის მოახერხებს იმას, რომ აქ იქნა მოზიდული თანხები და აშენდა ქალაქი, ამაზე ცუდი როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას, აქ ლაპარაკია ქალაქის აშენებას. აქ ლაპარაკია ჭაობის დაშრობაზე და იგივე აფხაზეთის ტერიტორიაზეც ანალოგიური პრობლემები იყო, როდესაც დაშრა ის ჭაობები და კინთხში მაგალითად ევკალიპტები მაშინაც იყო და გულრიფშის რაიონში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ
ამ მიდგომაზეა საუბარი. აქ ლაპარაკია სხვა საკითხებზე, ზღვის ზოლის ათვისებაზეა საუბარი. მეორე საკითხები არის, რომ ამ პოტენციალის დღევანდელ აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ახალი ქალაქი აი გეტყვით, ესე იგი სახელმწიფოს უნდა კონდეს სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის დროს კომპლექსური მიდგომა. აი მაგალითად კონკრეტულად ელექტროენერგიის შემთხვევაში ჩვენ მქონდა რომ სანამ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში 4 ქვეყნიდან შემოგქონდა ელექტროენერგია. დღეს გვაქვს პოტენციალი რომ 4-ვე ქვეყანაში გავაქვს ელექტროენერგია. 2018-ისთვის გვექნება პოტენციალი და ევროკავშირში გავიტანთ ელექტროენერგიას. ამან მოგცა საფუძველი რომ ვიფიქროთ რომ 5 ინდუსტრიული ცენტრის გაკეთება შეიძლება. 2018 წლამდე გაქვთ გეგმები გაწერილი. ამ შემთხვევაში მე თქვენს მინდა გკითხოთ, თქვენ ახსენეთ რომ ჩვენ მადა გავახსნა და აღარ გვაკმაყოფილებს უპირატესებული ქალაქების მხოლოდ რეაბილიტაციაზე და ახალი ქალაქების აშენება. ეს არის პროექტი, მასშტაბური პროექტი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მოესწრება, ხო, ესე რომ ვთქვათ 10 წელიწადია გაწერილი. თქვენ იცით რომ გეგმა 2 წელიწადში იქნება გაწერილი, აქ არ არის კონკრეტულზე, ნაწილი რომ კლავაც ხელისუფლებაში იქნებით უმრავლესობით და ხელისუფლებაში იქნებიან ნაციონალურ მოძრაობებთან. ამაზე იყო თქვენ. კი ბატონო, არა, იგივე 2012-ზე რო ვისაუბროთ, ჩვენი დღევანდელი მონაცემები, რეიტინგები რაც არის, ის არის საკმაოდ მაღალი. მე ვფიქრობ მოსახლეობა პოზიციას არ შეიცვლის და ამისთვის ამ ეტაპზე და მათ ამ დამსახურებას ჩვენგან ჭირდება ყურადღების მიქცევა, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად რომ ამდენი რეფორმები კეთდებოდეს და მოსახლეობა ასე უჭერდეს. ხარს აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ კარგი როცა ხდება, არ შეიძლება ამ კარგის შეჩერება და მე თეორიულადაც არ უშვებ იმ შანსს, რომ როდისმე საქართველოში მოვა ის ხელისუფლება, რომელიც შეცვლის წარმატებულ პროექტებს. ეს იქნება 18-ში, 16-ში თუ 20-ში თუ ასე შემდეგ, ეს ნამდვილად არ მოხდება. ამას არც საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს და არც ხელისუფლება გულისხმობ იმ თვალსაზრისით, რომ აქ არ ექნება პრორუსული ძალები, რომლებსაც ამის დანგრევა უნდა ყველაფრის. არის ამის საშიშროება, რომ პრორუსული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში? არა, ამის სწორედ ეს თქვი, რომ ამას არც საქართველოს მოსახლეობა და არც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს. ბატონ დიმა, მოგწონთ იდეა ლაზიკას მშენებლობის შესახებ? მოგესალმებით, მივესალმებით ბატონ შოთას, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე პირობას გაძლევთ რომ ბოროტად არ ვისარგებლებ თქვენი დროით, ზუსტად 3 წუთი დამჭირდება ალბათ რომ უნიშნელოვანი საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი საქართველოს პარლამენტში, თქვენ მოგეხსენებათ რომ ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის უკვე 1 კვირის განმავლობაში არის პერმანენტულ რეჟიმში ბრიფინგებისა, პრესკონფერენციებისა, რომელიც ეხება პარლამენტის წევრთა გაზრდის საკითხს და დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი განხორციელდა. გასაგებია, მაგრამ მე ვალდებული ვარ საზოგადოებას ჩავაბარო ანგარიში, იმიტომ რომ 1 კვირის განმავლობაში ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას მისი მისამართით ვაკეთებდით განსაკუთრებით განცხადებას, ვაკეთებდით განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის მისამართით, რომელსაც არ დაგვიდო ჩვენი განცხადებები, არც იკადრა მოსულიყვნენ გუშინ, მაგრამ დღეს მოხდა ის, რომ აი სწორედ ის ცნობილი თეზა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, შუა უნდა გაიკრიფოს, დღეს შუის გამკრეჭი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ბატონი პეტრე ცისკარიშვილი. დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დღეს მოხდა ლუსტრირება საპარლამენტო ოპოზიციისა, დღეს მოხდა ლუსტრირება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სახელით შემოსული იმ პოლიტიკური ჯგუფისა, რომელიც აღმოჩნდა ფარულ გარიგებაში ხელისუფლებასთან, საზოგადოების ზურგს უკან და ამის შესახებ დღეს პოლიტიკური განცხადება გააკეთა პეტრე ცისკარიშვილმა. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან გააკეთა განცხადება, რომ 190 წევრით გაზრდის საკითხი უკავშირდებოდა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას, სწორედ მათ ინიციატივას და ბრალდება ხელისუფლების მისამართით, რომელმაც დღეს გაიჟღერა ბატონი ვებხვაძის მხრიდან იყო, ასე ვთქვათ, შეთხსული ცილის წამება. და ამასთან დაკავშირებით დღეს გააკეთა განცხადება პეტრე ცისკარიშვილმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ეხება არა მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებს, არამედ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საზოგადოების ზურგს უკან აფათურებდნენ ხელს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან რიგდებოდნენ, მეტიც საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა და ერთგული რჩებოდა 2005 წლის საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებს და აღმოჩნდა, რომ ყველაფერს ამის
უკან იდგა სწორედ ის ფარული გარიგებები, ის ვაჭრობა მოდით პირდაპირ ბინძური ვაჭრობა, რასაც ახორციელებდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, რომლებიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, თავიანთ პოლიტიკურ დივიდენდს განაცხადეს დღეს, რომ ჩვენ თანახმოვართ რის შემდეგ განაცხადეს, პროპორციული სიების მათ განაცხადეს ეს იმის შემდეგ, რაც ღია კარები, რომელიც უნდა მოხურულიყო უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენმა ფრაქციამ ჩადგა ფეხი. არ მივეცით საშუალება, რომ ეს თემა დახურულიყო და მივეცით პირდაპირ იმპულსი, მივანიჭეთ იმპულსი უმრავლესობას, რომელმაც გააკეთა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და რეალურად მოხდა. არა, აქ ამ შემთხვევაში არის მეორე დივიზიონი, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. ეს არავითარ კავშირში არ არის ოპოზიციასთან. ეს არის ის ფაული გარიგების ჩავარდნა, რომელსაც დღეს ჰქონდა. ეს იყო უმნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომელიც განახორციელა პეტრე ცისკარიშვილმა. ეს არის ფაქტი და ეს უნდა აღინიშნოს და მე მგონი შეუმჩნეველი საზოგადოებას ეს არ დარჩება. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეიძლება გადაიხედოს ეს შეთანხმება, რომელიც არის მიღწეული ამ დეპუტატების რაოდენობის განცდასთან დაკავშირებით, თუ კი ისევ მოხდება შეთანხმება, კვლავ დაუბრუნდეს დღის წესრიგს რაოდენობა. კი ბატონო, დავით ბაქრაძემაც, ისევე როგორც ბატონმა პეტრე ცისკარიშვილმა, ეს განცხადებები გააკეთა. ეს არის შედეგი. ეს არის შედეგი, რომელიც მუხჩა უხრელი შრომის ასე ვთქვათ, ფასია, რომელიც მე არ მინდა რომ ჩვენ ფრაქციას მიეწეროს. აქ არის სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალეობა, ბატონი კახა კახიშვილი, ქალბატონი ნანა კაკაბაძე, ბატონი გელა ნიკოლაიშვილი, აკადემიური წრეები, ბატონი ოთარ ბენიძე, ქალბატონი ნინო ნიშნიანიძე. მე ბევრს ჩამოგითვლით, მეცაც გეტყვით. 4 უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტების სახით ჩვენთან ფრაქციის გასაგები ჩვენ ახლა სხვა თემაზე ვართ მოსულები, უბრალოდ მე არ შემიძლია მაშინ ბატონ შოთასაც არ მიცემ ამაზე. გასაგებია, მაგრამ რადგან ეს თემა წავიჭერეთ, თუ ბატონ შოთასაკნება სულ რამე დაამატოს, თუ არა ისე უნდა გავუბრუნდეთ ჩვენ გადაცემის თემას. ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით შედეგად იმას, რომ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები უკან გაიწვევენ და ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი სწორედ ხელისუფლება იქნება. ბატონ შოთა. კი ბატონო, ესე იგი მოდით თქვათ, რომ ეს იყო კონსენსუსის შედეგი და წინ ოპოზიციის პოზიცია ესეთი იყო, თქვენ გახსოვთ. რომ არ მოდიან დათმობაზე, ჩვენ მრავალ ვარიანტს ვთავაზობთ და ასე შემდეგ და ის რომ დაუშვათ მაჟორიტარები სხვადასხვა რაიონებიდან, სხვადასხვა ხმების რაოდენობით არიან არჩეული და ამიტომ არ შეიძლება რომ იყო თანაბრობა უნდა იყოს დაცული და ასე შემდეგ. ეს იყო ერთი მომენტი, ამ თვალსაზრისით რაიონები, სადაც იყო ბევრი ამომრჩეველი, გაიყო, ასეთი იყო 8 რაიონი და მათ ორ-ორი დეპუტატის არჩევის საშუალება აქვთ და მეორე პარტიებისთვის დამატებული იქნა სადღაც 32-მდე ეს პროპორციული სისტემისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისის შედეგი. თუ ეს არ უნდა პოლიტიკურ ძალებს, რა თქმა უნდა, ამაზე შეიძლება. საუბარი იყო იმაზე, რომ ის რაც მიღებულია რეფერენდუმის გადაწყვეტილებით, რეფერენდუმითვე უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ამაზე იყო მოქმედების ძალა, ქალბატონთეა, რომელსაც პირდაპირ მოქმედების ძალა აქვს და მისი უგულებელყოფა არის სისხლის სამართლის კანონით დაჯადი ქმედება. ეს ძალიან კარგად იცის უმრავლესობამაც, ძალიან კარგად იცის უმცირესობამაც. იგივე ამ რეფერენდუმთან დაკავშირებითაც გახსოვთ მაშინ მარტო რეფერენდუმი და მაჟორიტარები გავიდა. ანუ ბევრი კითხვის ნიშანი იქნება და ამ თემაზე ეს ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რამეს. თუ ეს არის კონსენსუსის საგანი და ჩვენი პოლიტიკური ძალების შეთანხმების გამო არის ეს, კი ბატონო, იყოს ესე როგორც არის, ანუ ის ინიციატივა. თუ ეს არ არის შეთანხმების საგანი, მაშინ დავტოვოთ ისე როგორც მაგათეთ არ დაგეთანხმებით ერთ საკითხში, უფრო სწორად დაგეთანხმებით იმ საკითხში, რომ ეს არის უშუალოდ არა პროცედურული საკითხი, არამედ თავად პოლიტიკური შეთანხმების საგანი, რომელიც აუცილებლად საბოლოო ჯამში რეფერენდუმზე უნდა დადგეს, ვინაიდან თავის დროზე სწორედ საზოგადოებრივი მხარდაჭერით მოხდა 150-მდე დაწევა პარლამენტის წევრთა რაოდენობისა, რომელსაც აქვს სარეფერენდუმო ძალა, რომელიც არის პირდაპირ მოქმედებისა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და არავის არ აქვს უფლება ინიცირება მოახდინოს მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის შედეგებით 2005 წელს სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მოხდა საკანონმდებლო ცვლილება. მოახდენს თუ არა ინიციირებას ამ საკითხის ხელისუფლება, დღეს დავით ბაქრაძე საუბრობდა იმაზე, თუ იქნება შეთანხმება ჩვენ ამ საკითხს მოხსნით დღის წესრიგით. ჩვენ ყველა ლიდერის პოზიციაც, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაც მოისმინეთ, ეს არის შემდეგი, რომ ჩვენ მისაღები იყო ის რაც იყო, ეს იყო კონსენსუსის შედეგად დამდგარი საკანონმდებლო ინიციატივა, თუ ამას ოპოზიცია უკან წაიღებს, ან მათ არ უნდათ, ჩვენ ცხადია რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და პირიქით ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებით იმ რეჟიმში, რომელიც იყო აქამდე. მაგრამ ყოველ დღე, ოღონდ მე რა არის, იცით რომ ეხლა თუ ისევ დავიწყებთ ახალი წესების შემოღებას, ახალ ცვლილებებს, მაშინ საარჩევნო სისტემამდე ვერ მივალთ ისე როგორც საჭირო. ან უნდა დავტოვოთ საარჩევნო სისტემამდე ისე, იმიტომ რომ ვენეციის კომისიას უამრავი შენიშვნა ამიტომ ორ ვარიანტს ვაკეთებთ. ან ვტოვებთ რაც არის იმას, ან მივდივართ იმ ვარიანტზე, რომელიც იყო ოპოზიციასთან შეთანხმებით. აირჩიოს ოპოზიციამ
და ჩვენ ორივეზე თანახმოვით ვქეთ. ან იმას ტოვებთ, რაც არის, ან იმაზე მივიდეთ. ბატონოს შოთა, რომელიც არსებობს ვენეციის კომისიის მხრიდან, ის რომ გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმებით. დავამატებ, რომ ვენეციის კომისიას აქვს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებითერიდება საუბარს როგორც უმცირესობა, ისე უმრავლესობა, არ ვიცი ბატონის შოთა გაცნობილია თუ არა შუალედური დასკვნის იმ მონაკვეთს, სადაც აი სწორედ A7-93-ზე სისტემა, რომელსაც გვთავაზობენ, არის დაგმობილი, არის უარყოფითად შეფასებული და შესაბამისად ეს არის სწორედ ის პოლიტიკური არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს დღეს უმრავლესობამ. უმრავლესობის ხელშია დღეს მთელი მართვის პროცესები. დღეს ან ესე უნდა მოხდეს, ან ესეო, ბატონო ვარიანტი ხო არ არის თეორიულად. ყველა ვარიანტი ჩამოთვალეთ იმაზე, რომ 150-ის ფარგლებში უნდა მოხდეს გადანაწილება, მე ვეთანხმებით იმ პოზიციაზე დავუბრუნდეთ ისე 150. რა თქმა უნდა, დღეს მე აქ რომ მოვდიოდი რადიოში უსმენდი ბატონ გიორგი ახვლედიანს, რომელიც აცხადებდა პირდაპირ და ღიად, რომ თუ კი ეს სისტემა ასე დარჩება, 73-75-ზე მოგეხსენებათ ორი მაჟორიტარული ოლქი უკვე აღარ გაგვაჩნია ჩვენ ოკუპაციის შედეგად. ამ შემთხვევაში იგი პირდაპირ აცხადებს ბატონი გიორგი ახვლედიანის ციტირებას ნახევარი საათის წინ ჩემ კურთ მოსმენელს გეუბნებით, რომ თურმე 70 მაჟორიტარული ოლქი მთლიანად იქნება ხელისუფლების ხელში. ამას აცხადებს პოლიტიკური პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ოპოზიციურ სპექტრში არის ნომერი პირველი. ანუ მას არ გააჩნია არავითარი იმედი იმისა, რომ თურმე 70 მაჟორიტარული ოლქიდან მას რამე დარჩება. ეს არის ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და შემდგომ საუბრობთ რაც გვაქვს. არა, ეს მათი არჩევანი იყო, მე რამდენიც ვიცი, მათ შეეძლოთ, რომ დღეს თანხმობა განეცხადებინათ აქ მოსვლაზე, ეს მათი პრობლემაა, რომ აქ არ არიან. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ 70-ის საჯარიმო ოლქიდან არც ერთის იმედი მათ არ გააჩნიათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არიან მთლიანად მართული ძალა. ეს არის პროექტი, რომელიც თავისი თავი ამოწურა და დღეს ოფიციალურად პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს პროექტი დაყოლია და ამ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი აპელაცია აღარ მიიღეს. ანუ 150 ციფრი 150 თვეთს იქნება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამის შესახებ 1.630.000 ადამიანმა უკვე დაადასტურა თავისი. ეხლა გადაცემაში რეკლამის დრო რეკლამის შემდეგ ჩვენი გადაცემის თემას უნდა დავუბრუნდეთ. მე პირობას გაძლევთ, რომ ამ თემაზეც თუ კი ხელისუფლების სურვილი იქნება მიიღოს დებატში მონაწილეობა ამ საკითხებზე, ჩვენ აუცილებლად ამ საკითხებს ლაზიკასთან დაკავშირებით აუცილებლად. ეხლა რეკლამის შემდეგ უკვე თქვენს მოსაზრებას მოისმენთ ლაზიკაზე და გავაგრძელებთ ამ თემაზე დებატს. რეკლამა და რეკლამის შემდეგ ბრუნდებით. შეცვალეთ ინტერიერი ბელუქსის ავეჯით. MactiPixis ქსელში ჩართვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ჩაერთეთ MactiPixis ქსელში მხოლოდ 15 ლარად. ანგარიშზე საჩუქრად მიიღეთ 5 ლარი და 1 თვის მანძილზე. ესაუბრეთ MactiPixis სხვა აბონენტებს უფასოდ. იჩქარეთ. აქცია ძალაშია 1 იანვრამდე. მოგზაურთა კლუბით თავაზობთ დასვენებას ეგვიპტეში. პირდაპირი ჩარტერული რეისებით თბილისი, შარმელ-შეიხი, თბილისი. მოგზაურთა კლუბი. გაცდით თქვენს წარმოსახვით სამყაროს. დაგვიკავშირდით ტელეფონზე 2-997-999. დაგიბრუნებთ სიხარულს. kuzanov.com იყიდება საოფისე ფართები 10 კვადრატული მეტრიდან აკლასის ბიზნეს ცენტრში. ფასი $1300-დან. შეიძინეთ საოფისე ფართი ბიზნეს ცენტრ მწვანე ოფისში და მიიღეთ უძრავი ქონებისგან ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. აკლასის ბიზნეს ცენტრი მწვანე ოფისი მდებარეობს თამარ მეფის და აღმაშენებლის გადაკვეთაზე. დაგვიკავშირდით ტელეფონზე 2-50-99-99. ლიგა სექსოპათოლოგიის კლინიკა 32-21-21 დააბანდეთ თქვენი დანაზოგი ყველაზე სარფიანი პირობებით.
გახსენით ვადიანი ანაბარი 17%-იანი წლიური სარგებლით დოლარსა და ევროში. პირველი საკრედიტო კავშირი 2.55-99-99. პოტენციის დაქვეითება ეს არ არის განაჩენი. პრობლემას მოგიგვარებთ კლინიკა ოქსფორდ მედიკალი. ოქსფორდ მედიკალი გამოსავალი არსებობს. ოქსფორდ მედიკალ ჯორჯია, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა. მისამართი ფალიაშვილის 15. შეხვდით მომზადებული ზამთრის. ეკონომიური და უსაფრთხო გამათბობელი, შექმნილი თქვენი კომფორტისათვის. 95-62-01. ქარიზმა. იმით ცენტრი იწვევს 10-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს და ვაჟებს მოდელის პროფესიის დასაუბრებლად. მხოლოდ ჩვენთან მრავალწლიანი გამოცდილება, საერთაშორისო კონტაქტები, ადგილობრივ და საზღვარგარეთ დასაქმების პერსპექტივა, საერთაშორისო კონკურსები, ელიტ მოდელურ ჯორჯია, New Face Model Search, Miss და Mr. საქართველო. დაიწყეთ მოდელის კარიერა დღეს და გახდით წარმატებული ხვალ. იმით ცენტრი ნიკო ნიკოლაძის 6, ტელეფონი 298-52-58. 5-95-95-90-25. რადიო მაესტრო FM 94.7. აუქციონი შეწყვეტილია ტელეკომპანია მაესტრო გაყიდულია $5. რა ასერგო? შარვალი არ გაქვს და ყავა სამსახურში? ყოველ სამუშაო დღეს. რა მოგიგეთ? რა და კარგი, მამამი? და არც ასეთია. და არც ასეთია. აი დაახლოებით ასეთია ჩვენი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა. ღამის 11 საათზე. შემოხედეთ ზუსტად ტელემაყურებელი. ვაუ! რას გვიშვები ბაბაი? დიახ, ზუსტადაც რომ ჰიბრიდული ჯიშის განძლეერი ვარ ჩვენ. შუქი ჩახრე მოვდივარ. და გაწებ გამოწება ვაივიში და დიდი აყალმაყალი გამოსხდა. პოლიტიკური ანტიბიოტიკი ევროკავშირში ვარ მაესტროზე. აი მაგაზე ენასაკეთ როგორ გიბრუნდება. თქვენ საერთოდ ტელევიზორს არ უყურებთ? შენ სტუმალო. რუსეთმა იმდენი ფული მოგცა რომ აფხაზეთი კი არა, დედაჩემი რომ მამაჩემია ისიც მაგია. მე მან შენ უფრო მომწოხარ. მიდი გამოათრიე თოკით კაბინეტიდან ჩახადე რა მეუქენი და ჯანდაბას ჩემი და ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისა. მოდით მოვიწესრიგოთ თავები და მე ეს მოდასრიგებული თავები დავიხოცე. ხლიცა თუ შმურთა ან ჩურთა. ეგ ხლიცა ჭირმა და მაგას აღარ იგივსო, ცხოვრებაში აღარ აფე. იმ დასკვნამდე მიმოდი რომ საქართველოში არა მარტო სიბლის, სიმბისის თავისუფლებაც ყოფილა. სიმართლის აღზრდიება სანამართლოში მიყვე, დიდგაც. ოშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ოპოზიციაში არ მოგიდგენიათ მინდა 2012 წელს რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. ღამის 10 საათზე. მე დაახლოებით შემიძლია წარმოიდგინო რა ხდება ავლებრის სასახლეში. პირდაპირ სათქმელი. ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ სულელთან. საზოგადოებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად არის სიმართლე და სად არა, თუ მითითებები უნდა მივცეთ. თუ ადამიანმა ერთხელ გაიკვლია გზა რუსეთში და ხელი სისხლიან ხელი ჩამოართვა ბატონ პუტინს, ეცეთ რას ნიშნავს? პრეზიდენტ თავშივე ჩართხა ურო. პირდაპირი ნათქვამი. ამბობენ რომ თუ გინდა კაცი გაიცნო, მიეც იმას ფული და ძალაუფლებაა. ძალიან უცნაური კითხვაა, უბრალოდ ხა რომ არა ვთქვა ცოტა შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ მე შეაფასებთ თუ შეგიძლიათ განცდით პასუხი. ჩვენ ამ ტიპის შხამზე დიდი ხანი აცრიგლები ვართ. ეს ასე იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომ იმედს და რუსთავიოს უყურებდეს პირდაპირ ეთერში. ეხლა რომ ამტკიცო ეგრე არის დაახლოებით არის ის რომ ამტკიცო რომ სპილო არა ვარ. მე მაინტერესებს როგორ შეაფასებთ თვითონ ამ ფაქტს. გზავნილი იყო დროა ვიცოდეთ სიმართლე. ოპოზიციის ელექტორატი არის ნიჰილისტურად განწყობილი ცვლილებების შესაძლებლობის მიმართ. პოლიტიკური დღის სატელევიზიო რეზიუმი. გარშემო რეალობა იცვლება ბევრად უფრო სწრაფად, ვინმე ჩვენ არ გვყავს. ხელისუფლებაში არის ასეთი სხვადასხვაობა. არა, სულ სხვა ასპექტი მაინტერესებს ამის. შენ მოსახლეობაზე დახოცავ და მეორე დღეს დაღუნის ჩაატარებ ეროვნულ ინტერესებზე და ღირსებაზე მუღარი ლაპარაკი. გულახდილი საუბარი ეკაბერიძესთან. აუცილებლად ვილაპარაკებთ იმაზეც, რა უნდა მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის და რა ვერ მოახერხეთ. ჩვენ ვართ ისეთ გარემოში, სადაც ჩვენ ჟურნალისტებმა უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენს ირგვლივ გარემო იყოს თავისუფალი. პირდაპირი საუბარი.
ხვდებით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ არგუმენტებს ჩვენი სტუმრებიანია შოთა მალაშხია დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩვენ საუბრობდით პირველ ნაწილში ლაზიკაზე იდეა როგორ მოგწონთ ბატონ დიმიტრი არ ვიცი თქვათ ვისი იდეა მე როგორც ვიცი პრეზიდენტის იდეა ესეა ყოველ შემთხვევაში წარმოდგენილი დღევანდელი პრეს-რელიზების მიხედვით არ ვიცი შთაგონებულია თუ არა კონსტანტინე გამსახურდიას ლაზისტანის ზღვის შტაბ-ბიჭდებით, მაგრამ ლაზიკა რა თქმა უნდა თავისთავად ძალიან ლამაზი სახელია, მაგრამ თვითონ პოლიტიკური და თქვათ იგივე ბატონმა შოთამ მოიშველია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც მინდა სამართლებრივად ხო, არა, მე უბრალოდ მოკლედ გეტყვით, რომ ქვეყანაში, რომელშიც კანონს ვერ მანახებთ ხალხია, რომელშიც არის დეფინიცია მრავალშვილიანის თქვა. ქვეყანა მრავალშვილიანობას არ იცნობს როგორც ასეც. ერთადერთი კანონი არის ბიუჯეტის შესახებ კანონი, სადაც აღნიშნულია, რომ მრავალშვილიანად ითვლება 7-შვილიანი ოჯახი, რომელსაც უნდა კონდეს სიღატაკის უარსკვლელყოფობის სტატუსი და რომლის უფროსი შვილი არ უნდა იყოს სრულწლოვანი. ისიც მრავალშვილიანის ცნება არ არის განმარტებული. ახსენებია სოციალურად დაუცველი 7-შვილიანი და მეტი ოჯახი. ანუ როდესაც ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა არ არსებობს, როცა ქვეყანაში მთის მდგრადი განვითარების მიმართულებით არანაირი საკანონმდებლო ინიციატივები არ არსებობს და არ სრულდება არაფერი თაიცლება მთლიანად. ახალი რაღაც ურბანული გარემოს კეთება თანაც კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც თავის მხრივ რამსარის კონვენციის დაცვის ქვეშ არის და აქ არის ძალიან სერიოზული შეფასებები ეკოლოგების მხრიდან. ეს რას უნდა ემსახურებოდეს? მაშინ როდესაც პრეზიდენტმა ჯერ კიდევ ერთ წლის წინ განაცხადა, რომ ერთ მუნიციპალიტეტად უნდა გადააქციოს ფოთი და ბათუმი და რომ მათი მოსახლეობა სულ რამდენიმე წელიწადში გახდება მილიონს გადააჭარბებს და ასე შემდეგ. ეხლა გაკეთდა განცხადება, რომ თითქმის 1,5 მილიონზე არის ლაპარაკი, რომ ახალი ქალაქი იქნება დასახლებული იმ რაოდენობის ადამიანებით, რომელიც 1,5 მილიონს გადააჭარბებს თავისი შემადგენლობით. საინტერესოა რა რესურსების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი და მე სულაც არ მინდა რომ ეს თემა საქილიკო იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია თუ იქნებოდა მას სერიოზული პოლიტიკური დასაბუთებულება, მაგრამ მე გეტყვით ბაკუხით დავაშუქოთ ახლა საკითხი. მოდით ისე კონსტიტუციის ჭრილში განვიხილოთ ეს საკითხი. თქვენ მოგეხსენებათ რომ მიწაზე რეგულაცია, ჩვენი კონსტიტუცია საერთოდ მიწაზე რეგულაციის ნორმა ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის. ანუ ჩვენთან როგორც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების და ხას უსვამ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირ შეძენის საშუალება არ არის მოცემული კონსტიტუციით, მაგრამ ძალიან მარტივი კომბინაცია საშუალებით ხდება მისი შეძენა. და ძალიან ბევრია ასეთი ფაქტი და ამისი მაგალითი, იმასაც გეტყვით, რომ როდესაც საკონსტიტუციო პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, მე დავაკენე საკითხი, რომ აი თუნდაც მოძმეს სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო მოდელი გამოგვეყენებინა, სადაც პირდაპირ და თვალნათლივ წერია, რომ მოქალაქეობის არ ქონა პირები, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვერ შეიძენენ სომხეთში ვერც ერთ გოჯ მიწას. მაშინ როცა ჩვენთან საბაზრო თქვათ ბრუნვის ობიექტია მიწა და ნებისმიერ ადამიანს მათ შორის სასაზღვრო რეგიონში შეუძლია მიწა შეიძინოს. მე რატომ მივდივარ იცით აქ? იმიტომ რომ აქ არის ნახსენები ყულევი, აქ არის ნახსენები ანაკლია. მოგეხსენებათ რომ ყულევში ძალიან დიდი ინვესტიციები არის მოზიდული, როგორც ჩანს ამ ინვესტიციების კვალ და კვალ საუბარია იმაზე, რომ აი ეს მიწების ძალიან დიდი ნაწილი რომელიც არის სწორედ დაცულ ტერიტორიებში და მე მინდა გითხრათ რომ ფოთი ანაკლის შემაერთებელი საგზაო მონაკვეთი სწორედ აი ამ დაცულ ტერიტორიაზე გადის და ჯერ ამაზე პასუხი არ მეგვიღია ჩვენ ხელყოფს თუ არა ამ დაცულ ტერიტორიებს ეს გზა რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ურბანულ უზარმაზარ ტერიტორიაზე რომლის მიმართაც მკვეთრად ნეგატიური არის ეკოლოგების დასკვნა და მართლა ძალიან კაი იქნება თუ ამაზე უფრო ჩემზე მეტად კომპეტენტური ადამიანები მოვიდნენ რომლებიც რამსარის კონვენციის ჭრილში განიხილავენ ამ საკითხს წმინდა თეორიულად ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხს მე როგორც მოვისმინე დღეს ქალბატონი მანჯვალაძისგან შენობლობები უნდა დაიწყოს 2012 წლის გაზაფხულს. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ პროექტი უკვე შეთანხმებულია, როგორც მინიმუმ ან ხარჯთაღრიცხვა გაწერილია და როგორც მემად ეჭვი შესაძლოა ამ ქალაქის მშენებლობის პროექტირებისთვის განსაზღვრული თანხები უკვე მუშაობს. უკვე მუშაობს და ჩვენ ზოგადად ანუ როგორც ჩანს ეს არის ბიუჯეტის გარეთ. არ ვიცი ვერ გეტყვით. ფაქტია რომ როცა მსგავსი განცხადებები კეთდება პირველი ეჭვი რაც შეიძლება გაჩნდეს ეს არის ხომარ ირეცხება ფული საქართველოში. რაიმე შავი ფული. იმიტომ რომ როცა საუბარია იმაზე რომ სულ რამდენიმე თვეში მშენებლობა უნდა დაიწყოს ერთი შენობის კი არა ქალბატონთია მთელი ქალაქის. ესე იგი მისი გენერალური განვითარების გეგმა თქვენ როგორ გონიათ გენერალური განვითარების გეგმა რომ ვინმე დაწეროს დახაზოს და შეიმუშაოს.
ამაში რამოდენიმე მილიონი, რამოდენიმე ათეული მილიონი, შეიძლება ასეული მილიონი. ეხლა თქვენი ოპონენტი ამ შემთხვევაში საუბრობდა, აქ ქალაქის მშენებლობაზეა საუბარი, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. მე არ ვამბობ მშენებლობა. რომელსაც ხელისუფლება შემოგთავაზებს, მაგრამ როდესაც ჩვენ დევნილებისთვის მათი სარეაბილიტაციო ცენტრები არ აქვს და ის პრობლემა გვაქვს, რომ დევნილისაც წავიყვანოთ და მუდმივად არის ეს პრობლემა. ანუ არ ამიზენ შეფერხება მსჯელობა და ბაკურციხეზე გვაქვს მსჯელობა და მსჯელობა გვაქვს იმაზე რომ მთა დაიცალა საერთოდ და საქართველოში მთა აღარ დაგვრჩა და ვერ გავიგე ამ урბანული გარემოს მშენებლობა რასთან არის დაკავშირებული ან ფულის რეცხვასთან ან დემოგრაფიული სურათის რეალურად შეცვლისკენ არის შესაძლო გადადგმული ნაბიჯი რაც თავის მხრივ მომავალ ელექტორალურ დაკურთვასთან არის კავშირში კი ძალიან შორს წავედი მესმის მაგრამ ჩვენი გადაცემის ფორმატი ხა ყველაფერზე არის შემდეგ იქნება 9 მილიონი ესე ხო პრეზიდენტმა ამით 5 წლის შემდეგ იქნება თქვა 2 წლის წინ და 3 წელი კიდე დარჩა და არ ვიცი თუ გიმსჯელებთ იმით რომ ბათუმში უკვე 17000 უცხო ქვეყნის მოქალაქე საკუთრების მფლობელია მითაც სხვათა შორის ამაყობს ჩვენი უმრავლესობა და რამაც შეიძლება არსებითი ზეგავლენა იქონიოს დემოგრაფიაზე და მრავალშვილიანობის დეფინიცია ტყუილ არ მომიტანია თუ ქვეყანა რეალურად ამშენებლობის გზით მიდის მაშინ მან სოციალურ პოლიტიკას გაცილებით მეტი ადგილი უნდა დაუთმოს ბატონ შეთას მოусმინოთ ამ ბრალდებებთან ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით რაც ამ შემთხვევაში თქვენს ოპონენტს გააჩნია ბატონ შეთას მოდით ესე იგი რაღაც პრაქტიკა მაინც პოლიტიკა არ არსებობს წელში გამართული ეს დევნილებს არ აქვს სათანადო პირობები რა დროს ახალი ქალაქის მშენებლობა ესე იგი ქალაქის მშენებლობა ეს არის ინფრასტრუქტურა ეს არის სახლები ეს არის ბიზნესი ეს არის კურორტული ზონა ეს არის დამატებით მოზიდული სახსრები და ასე შემდეგ დავხსნით თქვათ საქართველოს შემთხვევაში ქონდა რაღაც მსგავსი დიახ 4-დან 5 მილიარდამდე ლარი არის მოზიდული ბათუმის მშენებლობაში. გადაშოთა ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა კითხვა მაპატიეთ რომ გეჭრებით რომ უკვე არსებულის განვითარება უფრო მეტი არ არის. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ფოთელების თვალში ეს პროტესტს არ გამოიწვევს? სულ მუდმივად მესმის რომ ფოთს აქვს პრობლემა. დაამთავრა. კომუნიკაციებიდან დაწყებული და დამთავრებული უხარისხოს ზუგდიდელების მხრიდან. ზუგდიდელებიც ანაკლიაზე იყო ხშირად აქცენტი გაკეთებული ზუგდიდელების სატრედიალურ და ნებისმიერი სხვა ქალაქი რომელიც ზრუნვას საჭიროებს. კარგი. მოусმინეთ ბატონ შეთას. ამიტომ თქვი რომ ესე იგი ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება, ერთი არის რესტავრაციები და სხვათა შორის ზუგდიდში სერიოზული რესტავრაციები იყო და სწორედ ზუგდიდში ამ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების ფონზე რა უნდა გაკეთდეს, სწორედ იქ განაცხადა პრეზიდენტმა ამ ქალაქის მშენებლობა. ეხლა თვითონ ბათუმზე ვთქვით, როგორ იქნა მოზიდული 4-დან 5 მილიარდამდე ლარზეა ლაპარაკი. შემდეგ არის შემდეგი რაღაცა, რომ იგივე ახალი ქალაქები სადაც შეიქმნა, მაგალითად ასტანაში, სადაც მოსახლეობა 10 წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა. მაგალითად ანტალიაში, სადაც მოსახლეობა 10 წლის განმავლობაში 4ჯერ გაიზარდა და დღეს ცხოვრობს თვითონ ანტალიაში 1 მილიონი ადამიანი. და ზაფხულის პერიოდში თვითონ თურქეთის მოსახლეობა ორმაგდება თვითონ ქალაქში და ხდება 2 მილიონი. და ანტალია მთელი წლის განმავლობაში ანტალიაში ჩადის 8-დან 10 მილიონამდე ტურისტი. ანუ ეს არ არის განვითარება. პარალელსავლებთ ასტანასა და არა, მე გიყვებით რა ხდება ლაზიკას შორის? არა, მე გიყვებით რა ხდება, როდესაც არა, მაინტერესებს ასტანა რატომ ახსენეთ? ასტანა იყო პოლიტიკურად მოტივირებული, იმიტომ რომ საჭირო იყო რომ რუსეთის ფედერაციის საზღვართან ყოფილიყო კონცენტრირებული ეთნიკურად. ამიტომ ამბობ, ესე იგი ჩემს სასარგებლო არგუმენტები. აი, მაინტერესებს, მაშინ მივიდივართ. ამიტომ ლაპარაკობ, რომ ესე იგი სადაც იყო მხოლოდ პოლიტიკური мотиваცია, ასეთ შემთხვევაშიც ინფრასტრუქტურა შეიცვალა და გაუმჯობესდა პირობები. მოიყვანე ასტანა. იმიტომ თქვი რომ ასტანაში ორჯერ გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი და ანტალიაში გაიზარდა 4ჯერ მოსახლეობის რიცხვი. ამიტომ როდესაც ეს არის ზღვისკენ მიმართული, აქ არის ანაკლიის ფორტი, რომელსაც წყალწვის მიხედვით აქვს ყველაზე უკეთესი მდგომარეობა. იქვე არის ფოთის პორტი. ჩვენ ან უნდა დავიწყოთ ამ სტრუქტურების თლიანი განვითარება, ან უნდა დავრჩეთ იმ განზომილებებში, როგორც ვიყავით. იგივე ელექტროენერგიის მიხედვით, რომ მეტი არ გვინდა და არ გავაშენოთ სხვა ელექტროსადგურები, იგივე რომ მარტო რესტავრაციები გავაკეთოთ და დავრჩეთ ამ რესტავრაციებზე, დიახ, ამ სიტუაციას ჭირდება ახალი დიდი სისხლის გადასხმა და ეს დიდი სისხლი 9 მილიონი ადამიანის
გაჩენა ამ ტერიტორიაზე თავისი ინფრასტრუქტურით. ხай ხო გითხარით, როგორც გაჩნდა ანტალიაში, როდესაც გაიზარდა 10 წლის განმავლობაში 4-ჯერ მოსახლეობა. გეთანხმებით, მართლა ძალიან საინტერესო აყალიბებთ ამ პოზიციას, მაგრამ ძალიან მარტივი კითხვა ისმის, ხო, როცა 2012 წლის გაზაფხულზე უკვე ანონსდება ასეთი ქალაქის მშენებლობა, ელემენტარულად აი გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ხო, არა გვაქვს, არა. გეთანხმებით, მაგრამ ეხლა გარემოს დამცველების პოზიცია არ მოგწევთ. ჩვენი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის შეთაშორის, რომელსაც ძალიან კაი სპეციალისტები ყავს წარმოდგენით ხო. თუნდაც მათი აზრით თქვენ დაფიქსირებული გააქვთ. არა, ჩვენ ეხლა ჩვენ არა, მე ვიცი რას მომბიცით, ამ საკითხებზე უნდა მოვიწვიოთ შესაბამისი სტრუქტურის და შესაბამისი ჯერ მოვიწვიოთ და შემდგომ არა, მე რას მომბ არის ეს მოსაზრებები ცხადია არის დამუშავებული, მაგრამ ჩვენ არა ვართ კომპეტენტური ამ საკითხებზე. აი, ცოტა პრეზიდენტმა რომ განაცხადა, რომ ჩვენ გვაბრალებინე რომ ნაჩქარევად მუშაობთ, კი, ნაჩქარევად კი არ მუშაობთ, ანუ ჩქარა მუშაობთ. აი, ზუსტად ნაჩქარევი მუშაობის შედეგია აღმაშენებლის გამზირი, რომელიც ულამაზესია გარეგნულად. ულამაზესია გარეგნულად, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ შედიხარ თუ არა სადარბაზოებში, იქ ხდება ის და იქ იწყება ის, ზუსტად რასაც ელით ვეღარ გადახვდა. ამის თქმა უნდა, ერთია რომ ლამაზია ფასადურად ეს ყველაფერი, მაგრამ ნგრევოდია, შიგნით რო შეხვალ მიხვდები და დარწმუნდები, იმიტომ რომ ჯერ ხო უნდა გაკეთდეს რაღაცა გარემო ფუნდამენტალურად გაკეთდეს, შიგნით ყველაფერი ერთად, მე ქვეყანაში არ ეხება და ნებისმიერ ქვეყანაში რო ჩახვალთ, რა ქვია, ცენტრს რო გაცდებით ანალოგიური ფასადი დაიბზარება, ხო, ბატონო შოთა, მე გავქნათ რა გავაბრალო. ეს ფასადი რო დაიბზარება, ამას ეყოლება კონკრეტული პასუხისგებელი, რომელიც აგებს ამაზე პასუხს და აქვე მინდა დევნილებთან დაკავშირებით. ხო, არა, ის ადამიანი, რომელსაც დააჩქარებინეს პასუხისგებას. ეს ადამიანი დაუჭირდება. არა, პასუხისგებაში მიცეთ, ის პასადი შედება. არავის არ დაუჩქარებია ფასადი. ფაქტობრივად მაგას ამბობთ ეხლა თქვენ. არა, მე ვამბობ თუ ხარისხოთ შეასრულა გამაგრებითი სამუშაოები აღმაშენების გამზირზე არ ჩატარებულა, ფასადი ისე იქნა მოპირკეთებული და მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ სადამდე გვექნება ეს ლამაზი? კარგი. მოდი კი ბატონო, იმიტომ რომ ბევრი შეკითხვაა და დევნილებთან დაკავშირებით, აი სწორედ დღეს პარლამენტში მე ვთქვი და ეს პოზიცია მინდა იქნას გაზიარებული და ალბათ ესეც იქნება, რომ სწორედ ამ დევნილების საკითხი ამ მშენებლობის დროსაც უნდა იქნას გათვალისწინებული. მათ არა მარტო სამუშაოებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, არამედ აქ აშენებულ კორპუსებში იქნება, ეს არ იქნება ალბათ მაღალ სართულიანი, უნდა კონდეთ ბინები, ისევე როგორც მიიღეს ფოთში, ასევე უნდა იყოს ამ ქალაქშიც და დევნილებისთვისაც უნდა კეთდებოდეს ყველაფერი ის. მიუხედავად იმისა, ამის აშენება სჭირდება 10 წელი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაბრუნება შეიძლება 10 წელი დაჭირდეს, მაგრამ მათი მოთხოვნები უნდა იყოს პარალელურად სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად. გასაგებია რეკლამა ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით და უნდა ვისაუბროთ, რატო იწყებს ხელისუფლება ასეთ მასშტაბურ პროექტს მაშინ, როდესაც 2012 წელს მოდის საარჩევნო წელიწადი საპარლამენტო არჩევნების გულისხმობ და რომლის ბედი წინასწარ არ შეიძლება განისაზღვროს. და რა კავშირში ეს ყველაფერი დღეს დავით არჩიაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების სცენარში ვერ ჩაჯდება ესეთი ქართული ქალაქების მშენებლობა, ამაზეც ვისაუბროთ გადაცემის დასკვნის ნაწილში და რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებით. ბელუქსი, ყველაზე დიდი არჩევანი, ყველაზე დაბალ ფასებში. ჩაერთეთ ბანკში უფასოდ და ჩვენ გაგიორმაგებთ. დიახ, გაგიორმაგებთ. თქვენს მიერ ანგარიშზე ჩარიცხულ სამლარამდე ნებისმიერ თანხას. და ამით საჩუქრები არ თავდება. დარჩით ბანკზე და მომდევნო 2 თვის მანძილზე ყოველთვის პირველი გადახდაც გაგიორმაგდებათ. ბან, იაფი, მარტივი, ხარისხიანი. გსურთ მოგწონდეთ საკუთარი მკერდი. Kuzanov.com
იყიდება საოფისე ფართები 10 კვადრატული მეტრიდან A-კლასის ბიზნეს ცენტრში. ფასი $1300-დან. შეიძინეთ საოფისე ფართი ბიზნეს ცენტრ მწვანე ოფისში და მიიღეთ უძრავი ქონებისგან ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. A-კლასის ბიზნეს ცენტრი მწვანე ოფისი მდებარეობს თამარ მეფის და აღმაშენებლის გადაკვეთაზე. დაგვიკავშირდით ტელეფონზე 250-99-99. AMG Georgia გთავაზობთ კირბის მულტიფუნქციური მტვერსაზრუტით გამოძახების სერვისი. 42 სხვადასხვა რეჟიმი. როგორც ღრმა ჭუჭყის, ასევე ლაქების ამოყვანა. ქიმიური დანამატებით წმენდა. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 210-27-80. პოტენციის დაქვეითება ეს არ არის განაჩენი. პრობლემას მოგიგვარებთ კლინიკა Oxford Medical. Oxford Medical გამოსავალი არსებობს. Oxford Medical Georgia, საქართველოს ისრაელის ერთობლივი კლინიკა. მისამართი: ფალიაშვილის 15. შეხვდით მომზადებული ზამთარს. ეკონომიური და უსაფრთხო გამათბობელი შექმნილი თქვენი კომფორტისათვის. 35-62-01. ქარიზმა. დააბანდეთ თქვენი დანაზოგი ყველაზე სარფიანი პირობებით. გახსენით ვადიანი ანაბარი 17%-იანი წლიური სარგებლით დოლარსა და ევროში. პირველი საკრედიტო კავშირი 2-55-99-99. რადიო მაესტრო FM 94.7. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში შოთამალაშხე დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩვენი გადაცემის სტუმრები ბატონ დიმამემ და თქვენ გითხოთ როგორ ფიქრობთ რატომ იწყებს ესეთ მასშტაბურ პროექტს ხელისუფლება მაშინ როცა მოდის საარჩევნო წელიწადი რამდენიმე მიზანს ემსახურება. ეს თქვარი კონკურენცია ქართულ ოცნებასთან. რამდენიმე მიზანს ემსახურება. დიახ, თქვენ ფაქტურად თქვენ გაეცეთ ნაწილობრივ პასუხს. არა, მე გითხრათ ასე. ამიტომ ესეთ შეკითხვები არის. ეს არის მუდმივი, ასე ვთქვათ, შეჯიბრის რეჟიმში. მე გეტყვით, რომ საქართველოს პრაქტიკულად იმყოფება მარშალის პროექტის, მარშალის გეგმის განხორციელების პროცესში. აი როგორც ფაშტური გერმანიის მარცხის შემდგომ გერმანიის აღდგენისთვის ხომ გამოიყო ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები და განხორციელდა უნიკალური გეგმა მინი ასე ვთქვათ მოდელი ხორციელდება ჩემის ღრმარწმენით საქართველოსთან მიმართებაში როგორც ოკუპირებული ქვეყნის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციისთვის რათა მორალური სიმაღლე იქნეს აღებული მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ ვთქვათ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ეს ამავე დროს გამოყენებულია ქვეყნის მმართველი ძალის მხრიდან წინა საარჩევნო პიარისთვისაც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იგივე ის გზები, რომელიც შენდება, ხო? გზები შენდება იგივე Millennium Challenge-ის ვთქვათ დაფინანსებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებით, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტის ხვედრითი წილი არის მიზერი. ვთქვათ, ეს არის მთლიანად დახმარებებისა და ხანგრძლივადიანი შეღავათიანი კრედიტების ხარჯზე. ანალოგიური კეთდება ამ შემთხვევაშიც, როცა 2012 წლის გაზაფხულიდან ანონსდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მრავალ 100 მილიონიანი პროექტი, ხო? რომელზეც ოცნებაც მილიარდი ლარიო ესეთი განცხადება საკეთდა. ხო, დებიუტში. ეს მხოლოდ რაც არეხება ინვესტორებს. ინვესტორები ცალკე ჩადებენ ამ პროექტში. რა თქმა უნდა და შესაბამისად, ყოველდღე წარმოუდგენლად მეჩვენება მაშინ, როდესაც ჩვენ საგარეო ვალების მომსახურებაზე წელიწადში ვხარჯავთ 583 მილიონ ლარს. ეს არის ერთი სამინისტრო უწყების შესანახი თანხა. თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხო? რომ ქვეყანას გააჩნდეს იმისი ფუფუნება, რომ ეხლა დაიწყოს რაღაც ახალი ქალაქის მშენებლობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ პირობებში, როდესაც ყავს სამგზის დევნილები, როდესაც ყავს ასევე დევნილები ჩეჩნეთიდან, ანუ ზეჰუმანიტარული მისია აქვს ჩვენ ქვეყანას რეალურად აღებული და ამის ფონზე რომ ქვეყნის ბიუჯეტი, თქვა, იხდიდეს, ეს არის ილუზია. რა თქმა უნდა, ეს ლაზიკა არის ქართული ოცნების კონკურენტი. ლაზიკა არის პიარულად, არის ქართული ოცნების კონკურენტი, რა თქმა უნდა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის სერიოზული პოლიტიკური პიარ სვლა, რომელსაც რა თქმა უნდა ასრულება ახლო მომავალში არ უწერია და მე მართლაც დარწმუნებული, ისევე როგორც არარეალურად მეჩვენება, რომ საქართველოს პარლამენტი გადავა ქუთაისში. არ მეჩვენება რეალურად, აი ახლა გეუბნებით პირდაპირ. 26 მაისს პირველი შეხვედრა არ მიცეს როგორც ხდება კონსტიტუციის პარტიის ანონსებს ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ მე არ მეჩვენება რეალურად. კი, აუცილებლად არ მეჩვენება რეალურად, ისევე როგორც რა თქმა უნდა არ მეჩვენება ესეთი ფართო მასშტაბიანი პროექტის განხორციელების იდეის შესხმა, რაც ახალი ქალაქის მშენებლობასთან არის. დასაგები არარეალური გეგმებია ამ შემთხვევაში და ის არის კონკურენტი ქართული ოცნების, რომელიც გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ. მარტივად ვიტყვი და თქვენ ახავთ ყველაფერი ასრულდება. პირველი
რომ საუბარი იყო, რომ ადვანდელი არჩევნები იქნებოდა და ბიუჯეტი ჩავარდებოდა. ბიუჯეტს მივიღებთ პარასკევს. ეხლა 2 დღეში. ბიუჯეტი გვექნება. არ გაგიჭირდებათ, ხო? ხომიტო არა, მაგრამ საუბარი იყო, რომ ბიუჯეტი ჩავარდებოდა და დავითხოვდით ხელისუფლება ერთი ვერსია. ეს ერთი ვერსია იყო მთავრობის უახლოეს რიგში დგას. უახლოეს ხანში მთავრობის ვერსიაც მოიხსნება. ანუ ნახოთ, დროზე ჩატარდება. 26 მაისს პარლამენტის ხდომა გაიმართება. როგორ გაიმართება? მეორე გადაცემაში პარლამენტის ხდომის პირველი ხდომა ქუთაისში. მეორე გადაცემაში ოღონდ დღეს არა, ერთი სიტყვით მარტივად გეტყვით მე. ერთი წინადადება. ეხლა დავამთავრებ. ერთი. შემდეგ არის ის, რომ სულაც არ არის პრობლემა, რომ რაიმე საკითხები უკავშირდებოდეს არჩევნებს. ეს ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ ეს საკითხები არ უკავშირდება არჩევნებს. იმიტომ რომ იგივე პრობლემა უბრალოდ რამდენად სერიოზულია ასეთი მასშტაბური პროექტის დაანონსება, მაშინ რამდენად რეალურია ეს. იგივე ჰესების მშენებლობაც წინა წელს იყო და არ ქონდა არჩევნები, უფრო ადრე ქონდა სამამტყოფოების მშენებლობა და ასის მაგივრად 150 სამამტყოფო შენდება. იგივე სამრეწველო შედეგი საინტერესოა, მაგრამ გადაცემაში ვერ არა, გასაგებია უბრალოდ ჯერის 100 უნდა აშენებულიყო და შემდეგ დამატებით 50 თუ აშენებდა ამას გასაგებებით გვახსოვს ჩვენ. 150 მეტია 100-ზე. არა, ეს ეხლაა მეტი. ხო, მეტია და ჩვენ ამბობთ რომ ამ 4 წლის განმავლობაში აშენდებოდა 100 და შენდება 150. იგივე ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ვამბობდით, რომ საქართველოს მოვამარაგებთ, გაგვაქვს 4 ქვეყანაში და გავიტანთ ევროპაში. ივანიშვილი უნდა გამოჩენილიყო, რომ ესე იგი არ მოდუნებულიყავით, ხო, რომ პრეზიდენტმა ბრძანა. კი, თუ გინდათ ესეც რო იყოს, ჩვენ თუ ვიცოდით 4 წლის განმავლობაში, რომ ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ჰესებს ავაშენებდით, ქალაქს გავაკეთებდით და ასე შემდეგ, ეს ძალიან შორსაა ახლა რეალობასთან, თქვენ თვითონაც კარგად იცით. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სერიოზულ კონკურენტს არ ელოდებოდით ამ შემთხვევაში? არა, ნამდვილად და მე გეტყვით. ეხლა უკვე აღიარეთ სერიოზული კონკურენტი, ხა? არა, ეს არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ქართული საქმე. და ვეთანხმები რუსულ ფანტაზიას ქართულ საქმესთან საერთო არ არის. არ არის ქართული ოცნება ის, რაზეც საუბრობ ამ შემთხვევაში. რუსულ ფანტაზიას. არა, თქვენ რუსულ ფანტაზიას ქართულ საქმესთან. ფანტაზია თუ გინდათ ეხლა ჩემი ძლია გიპასუხოთ, თუ გინდათ სხვა გადაცემა. მოკლედ თქვენ დამეთანხმეთ ეს ქართული ოცნების კონკურენტია ის რუსულ ოცნებას ქართულ ფანტაზიასთან ან ქართულ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს. მადლიერების გრძნობა არის ადამიანისთვის თვისობრივი შინაგანი ორგანული განცდა საერთოდ და როდესაც ადამიანი 91 წლიდან ეწეოდა ქველმოქმედებას ეს დადასტურდა და ადამიანს დღესაც არ უნდოდა რომ ეს გამჟღავნებულიყო ხო 400 ტრაქტორის შემოწირვის თემაზე მაქვს საუბარი და ყველა ის პროექტი რომელიც განხორციელებულა და მათ შორის ჩვენ ვაწერდით იქ სოროსის იქ ვაწერდით სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ პროექტებს აღმოჩნდა რომ მარტივად ხორციელდებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით მე ერთი სამადლობელი სიტყვა არ მომისმენია სამწუხაროდ ხო შეიძლება ფორმალურად მაინც ბატონო შოთა მადლობა გადაგიხადათ ამ ადამიანისთვის იმ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების გამო რამაც სახელმწიფო გამოიყვანა მძიმე როგორ გადაიხადათ რუსული ფანტაზიებია ბატონო დიმიტრი არაერთ გზის უთქვამს ნებისმიერ ადამიანს როდესაც საქმე ეხება ქველმოქმედებას და ვინმე შეექმნება ამ თვალსაზრისით პრობლემა და ამ თვალსაზრისით შეგიძლიათ არაერთი ინტერვიუ ნახოთ პირადად ჩემი ეს პრობლემა არ არის მაგრამ ქველმოქმედება ეხება სახელმწიფო საფუძვლების მშენებლობას იქ მადლიერების გრძნობით მართველი გუნდი აუცილებლად უნდა იკამოჩნდეს საკითხი როდესაც გადადის აბსოლუტურად სხვა სიფრთხეში და საუბარია ომის დაწყებაზე, საუბარია ემბარგოზე, საუბარია ასე შემდეგ საქართველოს მიერ ჭალებში ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც პასუხისმგებლობაც თუ საქართველოს აეკიდა ასე შემთხვევაში, რომც იყოს ესე, ასეთ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობის მაშინებელი იქნება ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის რუსული ოცნებაც. ასეთ შემთხვევაში ნუ დავამტკიცე. თქვენი პოზიცია გაქვთ. ლაზიკას არ დავამახსოვრე. თქვენი პოზიცია გაქვთ. მე ჩემი პოზიცია. ქართულ ოცნებას ყავს უზარმაზარი არმია მხარდამჭერები ეს არის ქართული ხალხი, ჩვენი საზოგადოება, მას შემდეგ რაც ეს ქართული ოცნება დაფუძნდება იურიდიულ სივრცეში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი კონკრეტულად უკვე გამოხატავს იმ ყველა მიმართულებას, რასაც მხარს დაუჭერს და ამაზე უკვე იყო საუბარი, 12 თემატური კომისია გაკეთდება და ნახოთ, რამდენად კრეატიული იქნება ყველა ეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, შეთამალაშხე დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჩვენი გადაცემის სტუმრები, ზუსტად 9 საათზე მაესტროს ახალამბებს შეიტყობთ, 10 საათზე პირდაპირ საუბარი გერით და ეკაბერძის სტუმრები იქნებიან ნოდარ ჯავახიშვილი, პაატა ზაქარიაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ჩვენ ხვალ ერთმანეთს შევხვდებით 2 საათზე რადიოაქტიურ საათში, ხოლო შემდეგ 8 საათზე არგუმენტებში. ნახვამდის.